უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი. ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება. ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად. ფაქტია, უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ფაქტებმა. ჩვენ ქართველებს ნამდვილად ვერაფერი გაგვაკვირვებს. ისეთი იკადრეს ევრობიუროკრატებმა 2024 წელს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ხნებავთ, რაც კადრეს მოლდოველებს დამარცხებული პრეზიდენტი გამარჯვებულად რომ გამოაცხადეს. სანდრო გამსახურდია, ასევე ნინი გოგიშვილი მუშაობენ ბუდაპეშტში და ორივე მათგანი შემოგვერთება პირდაპირ ეთერში. კოლეგებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მოლოდინია, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. ვიცით, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. სანდრო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შენთან ეროვნული საარჩევნო კომისიის დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი გააკეთებს რამდენიმე წუთში განცხადებას და რა თქმა უნდა ველოდებით, რომ უფრო მეტი გავიგოთ რა სიტყვის, თუმცა მანამდე გითხარი აქტივობის შესახებ და რა მოლოდინებია, რა პროგნოზები კეთდება. საღამოშვიდობის ირაკლის სულ რამდენიმე წუთში, როგორც აღნიშნე, აქ უნდა გამოვიდეს უნგრეთის პრეზიდენტი და ისაუბროს იმაზე, რომ დაიხურა საარჩევნო უბნები და უკვე მოგვიანებით გავრცელდება ინფორმაცია წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით. რაც შეეხება აქტივობას, სულ რამდენიმე წამის წინ განახლდა აქ მონაცემები, 7.9 მონაცემებით 77.8%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ზუსტად 7 საათზე უნდა დახურულიყო საარჩევნო უბნები. ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო აქტივობის მასშტაბი ბოლო წლებში აქ გამართულ არჩევნებში. პოლიტიკური ლიდერები, პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ნამდვილად გადამწყვეტი ხმა აქვს თითოეულ ხმას და ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ერთმა ხმამაც კი შესაძლოა გადაწყვიტოს არჩევნების შედეგები. 5 პოლიტიკური სუბიექტი არის რეგისტრირებული საარჩევნოდ აქ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველა კვლევა, რომელიც ტარდებოდა არჩევნებამდე, მიუთითებდა იმას, რომ გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო ფიდესა და ტისას შორის. ორივე პარტიის ლიდერმა, ვიქტორ ორბანმა და პეტერ მაგიარმა დღეს ბუნებრივია დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი, მათ გაიმეორეს ის მესიჯები, რაც ჰქონდათ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ ბოლო წუთამდე მისულიყვნენ არჩევნებზე, რადგან მათი ხმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპა ახლა რთულ პერიოდს გადის. ბრიუსელში ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, მაგრამ უნგრეთი ყოველთვის მშვიდობას აირჩევს. არ ვაპირებთ იარაღის გაგზავნას და ჩვენი ხალხის საფრთხის შექმნას. უნდა შენარჩუნდეს ეკონომიკური სტაბილურობა. დაცული უნდა იყოს ჩვენი საზღვრები და ჩვენი სუვერენიტეტი. არავის აქვს უფლება გვითხრას, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასიულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს. უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში. ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. მხოლოდ ის არის კითხვა, მყარ უმრავლესობას მოვიპოვებთ თუ უბრალო უმრავლესობით დავიწყებთ ქვეყნის მართვას. სანდრო, როგორც შენ აღნიშნე, 77%-ზე მეტმა გააკეთა თავისი არჩევანიო და ვნახე, რომ 2002 წელს მაგალითად 73% იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ამბობდნენ უნგრეთში. გითხარი საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით, მათ შორის ვიცით, რომ ქართული დელეგაციაც იმყოფება, რა ხდება ამ მიმართულებით, რამდენად დიდია ინტერესი დამკვირვებლების და ქვეყნების მხრიდან? უპრეცედენტო ინტერესი არის ამ არჩევნების მიმართ, როგორც მედიის მხრიდან, აქ არის წარმოდგენილი საერთაშორისო მედია, ასევე ბუნებრივია სადამკვირვებლო მისიების კუთხითაც. არიან ქართველი დამკვირვებლებიც, როგორც ეუთოს საპარლამენტო მისიის ფარგლებში, ასევე არიან ქართველი დეპუტატები, რომლებიც უშუალოდ უნგრელმა კოლეგებმა მოიწვიეს საარჩევნოდ. გეტყვით ორიოდე სიტყვასაც უნგრეთის საარჩევნო სისტემაზე, ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა. 199 დეპუტატი უნდა აირჩიონ უნგრელებმა, საიდანაც 93 არის პროპორციული სიით, ხოლო 106 იქნება მაჟორიტარი. ახლა გვატყობინებენ, რომ უნგრეთის პრეზიდენტი გამოვა რამდენიმე წამში და გააკეთებს აქ განცხადებას მედიისთვის, როგორც გითხარით, საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით. მანამდე კი შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები ქართველი დეპუტატებისა, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია
არის წარმოდგენილი და ასე ვთქვათ, აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ ხელისუფლებას და ისეთ მმართველ ძალას, რომელიც დაიცავს პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. იმისათვის რომ პარტიამ მანდატები მიიღოს, ამისათვის უნდა გადავახოს 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში პარტიულ ნაწილს თუ შეხედავთ 5 პარტია არის და აქედან გარდა ორი ძირითადი პარტიის, ერთი მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიის და არის კიდევ ერთი პარტია, რომელიც სავარაუდოდ, როგორც პროგნოზირებენ, გადალახავს 5%-იან ბარიერს. სხვა პარტიებს ნაკლები შანსი აქვს იმისი, რომ ბარიერი გადალახონ, თუმცა დავეღოდოთ, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებს. საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში. იქიდან გამომდინარე, რომ ორ ძირითად პარტიას შორის საკმაოდ პატარა პროცენტული სხვაობა. მთლიანობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.